მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენს დღევანდელ გადაცემაში წარმოგიდგენთ ერთმანეთთან დაუკავშირებელ, თითქოს შეუსაბამო, მაგრამ საინტერესო ამბებს, როგორც ეს სადღესასწაულო კარნავალებს და ბზრიალა ნაძვის უხდება. დღევანდელ გადაცემას ქვია ყვითელი მიკროფონი. ყვითელი მიკროფონი მოგაწვდით ფერად ამბებს საუკუნეების კიდობანიდან. არ შეიძლება ერთ მისი ფესვები არ უყვარდეს, პატივს არსებობს. ეს ფესვები კი საუკუნეების მანძილზე ვაზის ფესვებთან არის შეზღუდული, ჯვარი ვაზისაგან. მე მგონი ქრისტიანულ სამყაროში არ მოეპოვება ამაზე უფრო გასაოცარი სიმბოლო, სარწმუნოება და ვაზი. უძველესი ხუროთმოძღვრული ძეგლების კედლებზე სვეტი ცხოვლის, ძაძმის, იყალთოს, გელათის, ნიკორწმინდის კედლები მოხატულია ვაზის ყვავილით. არ მგონია სხვაგან უფრო მეტი მოიპოვებოდეს ქებათაქება ვაზისა, როგორაც ეს ქართულ პოეზიასა და მუსიკალურ ფოლკლორშია. სიყვარული და ერთგულება ქართული ვაზისადმი ჭეშმარიტი და უნიკალურია. სადღესასწაულო სუფრის მომზადების იმდენი ტრადიცია რამდენი ერიც არსებობს, მაგრამ ქართული სუფრა წარმოუდგენელია ქართული წინანდალის, გურჯაანის, მუგუზანის, გაწითელას, ხვანჭკარას, კინძმარაულის, საფერავის და სხვების გარეშე. რა შეიძლება კიდევ იპოვოს ყვითელმა მიკროფონმა საუკუნეების კიდობანში? რა შეიძლება კიდევ ქონოდა გულად და პურად ერს? სილამაზე, რომელიც მარადიული და მხოლოდ სახელებს იცვლის. ქართველებისთვის დედა მარტო მშობელი არ არის. ქართველი უძველენასაც დედა ენას ეძახის, თავარ ქალაქს დედა ქალაქს, უდრსა და დიდ ბურჯს საქმისას დედა ბურჯს. უდიდესა და უმაღლეს ბურჯს დედა ბურჯს, სამთავრო აქვს. გამგებელ მამაკაცას მუთნის დედას. რამდენად გამდიდებული მნიშვნელობაა დედისა, რამდენად გაპატიოსნებული, გაძლიერებული, გაღუნიერებული და თავმოსაწონებელი. ბერძენი ისტორიკოსი სარიანეს აღწერით, ძველი კოლხების კერძის ფასისელების სათაყვანებელი ღვთაება, როგორც მეცნიერული გამოკვლევების ხათრობენ,
ხელი წარმართული საქართველოს კუთვნილება იყო როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. ამ ქანდაკებაზე ხელოვნებამცოდნეებს უთქვამთ, მოდის სურნელი ძველი თქმულებისა, კოხი ქალით, თქოს ანტიკური საოცრიდან დაშვებულა და ჰარში შეჩერებული თავისი ქვეყნის დედაბრძად დამდგარა. მშვენიერია იგი გარეგნული სილამაზით, ხოლო გასაოცარი ცრიულის სიმაღლით. მესამე ათასწლეულის მესამე წელი იწყება. იმ საუკუნეების კიდობნიდან მხოლოდ საგანძური და ჭეშმარიტი ფასეულობები გადმოგვეტანოს. ქართული ოჯახი ოდითგანვე იყო ფუძე და საძირკველი ეროვნული თვითმყოფადობისა, რომ არა მისი ერთგულება, რწმენა და სიყვარული ერი ვერ გაუძლებდა ისტორიულ ქარტეხილებს. ოჯახით იწყება ჩემი სამშობლო, იმედიანი და ბედნიერი ახალი წლის დილა გასცენებოდეს ყოველ ოჯახს და სრულიად საქართველოს.